მოგესალმებით. ესე იგი დღეს მინდა გაჩვენოთ ასანა, რომელსაც ქვია ვაჯრა ასანა. ვაჯრა ასანა ქვია, იმიტომ რომ დაკავშირებული არის ენერგეტიკულ არხთან, ვაჯრანადისთან. ვაჯრანადი ითვლება, რომ გადის ეს არხი ფეხის დიდი თითიდან ესე მოდის თეძომდე და კავშირშია ჩვენს კუჭნაწლავის სისტემასთან. მაშინ სადამე არა მარტო კუჭნაწლავის სისტემისთვის არის კარგი ეს ასანა, არამედ ნერვული სისტემისთვის ზოგადად ამ ასანაში დაჯდომა არის მარგებელი, დასამშვიდებელი და რეკომენდირებული არის ყოველი კვების მიღების შემდეგ 1-5 წუთი ამ ასანაში დაჯდომა, სუნთქვა და დაკვირვება, მოდუნება. თუ არ გამოდის 5 წუთი, იწყებთ 9 წუთიდან 20 წამიდან, ოღონდ რომ ჩაჯდებით, აქედან დაითვალეთ, თუ რთული არის, მაგალითად, ტკივად ფეხები, ტერფები, შეგიძლიათ ტერფის ქვეშ დაედოთ რამე რბილი, ან თქვათ ჩაჯდომა გიჭირთ, შეგიძლია დუნდუდების ქვეშ, ან მუხლები გტკივათ, იმიტომ რომ მუხლის პრობლემა თუ არსებობს, ან არ აკეთებთ ამ ასანას, ან აკვირდებით, თუ შეგიძლიათ მაგალითად ჩაჯდეთ და მუხლი არ შეგაწუხოთ, ისე რომ რამეს იბერთ პირდაპირ მუხლთან ახლოს, ან ბალიში, ტილო, რამე ისეთ მრგვალი და ესე ჩაჯდეთ, შეგიძლიათ მთლიანად დაიდოთ რამე და ესე ჩაჯდეთ. ესე იგი, ვაჯრა ასანაში ჩნდება შემდეგნაირად. იდეალური ვარიანტი არის, როდესაც ვჯდები ქუსლებს შორის ფეხის დიდი თითები ოდნავ აგებს ერთმანეთს. თუ რთულია ესე დაჯდომა, ვჯდებით როგორც კომფორტულია, შეგიძლიათ ისე მუხლები არის ერთად, შეგიძლიათ დადოთ მუხლები ოდნავ ერთმანეთისგან მოშორებით. შემდეგი მომენტი ვაჯრა ასანაში. თქვენ არ ჯდებით, რომ გამოსნიქოთ წელი წინ. რა არის მნიშვნელოვანი? კუდუსუნი შეზნიქეთ და წელი გაასწორეთ. ჩაჯიქით ამ თქვენ ქუსლებში. მხრები არც წინ, არც უკან, ესე მოდუნებულად თქვენი ზურგი ოდნავ ესე თუ არ არის, ეს არის ნორმა, ოდნავ დამრგვალებულია. ამას რო ამრგვალებთ, მით უმეტეს. ხელები დევს ერთმანეთის პარალელურად ბარცაყებზე, არ დებთ ესე. ითვლება, რომ ესე რო დებთ ზოგადად ხელებს, ის ადნებს ნებისყოფას, ერთმანეთს პარალელურად რო დებთ, ნებისყოფა ძლიერდება და ხელები მოდუნებული, არ დებთ ესე რაღაცნაირად. უბრალოდ თქვენი ხელები ისვენებს ბარცაყებს. შემდეგ აბდულებთ მხრებს. მე მიყვარს როგორც მედიტაციის დროს ისე თვალების დახუჭვა აქაც. ჯერ ადუნებთ ქუთუთოებს, მოადუნეთ ქუთუთოები და მზერა არის სივრცეში, არაფერში, უბრალოდ არაფერზე, კონკრეტულზე და შემდეგ რო იგრძნობთ ამ გაფართულ მზერას, სიმშვიდეს, ნასად დახუჭეთ ქუთუთოები. მოადუნეთ შუბლი, წარბები, წარბშორის სივრცე, ქუთუთოები, ლოყები, პირი, ნიკაპი, ქვედაყბა, მოადუნეთ მხრები, ხელები, ზურგი, მკერდი, ბარცაყები და მუცელი. კარგად მოადუნეთ მუცელი, აქ სუნთქავთ მუცლით და თუ დაამძიმეთ, მოადუნებთ ენას, ენის ძირი თითქოს ვარდება მკერდში. იგრძნობთ, როგორ უფრო მოდუნდება მუცელი და უფრო ღრმად სუნთქვას შეძინეთ. და დახუჭული თვალებით დააკვირდით გარშემო სივრცეს. იგრძენით ეს სივრცე და საკუთარი სხეული ამ სივრცეში როგორ ზიხართ ვაჯრასანაში მოხრილ მუხლებზე,
იგრძენით თქვენი ხელები როგორ დევს და ისვენებს ერთმანეთის პარალელურად და გადაიტანეთ ყურადღება საკუთარ სუნთქვაზე. ჩასუნთქვაზე მუცელი იბერება, ამოსუნთქვაზე იჩუტება. ჩასუნთქვაზე გრილი ჰაერი ეხება ნესტოებს, ამოსუნთქვაზე თბილი ჰაერი ეხება ნესტოებს. და ძირითადად აკვირდებით ამას და სიხართ რამდენიმე წუთი ამ ასანაში შეგიძლიათ დაინიშნოთ დრო. შემდეგი ეტაპი ამ ასანაში შეგიძლიათ და აკვირდეთ სივრცეს საკუთარ თავში. თუ უკვე არ გიჭირთ და მშვიდად შეგიძლიათ ჯდომა ვაჯრა ასანაში, დაიწყეთ დაკვირვება სივრცეზე, რომელიც არის თავში. ჩიდა კაშ ქვია ამ სივრცეს. წარმოიდგინეთ, რომ შუბლის უკანა ნაწილზე გაქვთ შიდა ნაწილზე გაქვთ ეკრანი და კრეფის შიდა ნაწილზე თვალები, რომელიც უყურებს ამ ეკრანს. კარგად მოთუნდით. არაფრის წარმოადგენა არ ცადოთ, თუ რამე აზრები მოდი-მიდის, უბრალოდ მიეცით საშუალება იყოს, არ აყვეთ ამ აზრებს და ცოტა ხანი დააკვირდით ამ სივრცეს თავში. და სუნთქავთ მოდუნებული მუცლით. და როდესაც მორჩებით, ახლავთ თვალს. ეს არის ვაჯრა ასანა. ძალიან ბევრი ასანა იწყება ამ ასანით, ამიტომ გირჩევთ კარგად დაამღვამოთ ამ ასანაში ჯდომა.